ჰქონდათ განცდა მართო პირდაპირ იმ ხალხს, ვინც ახლა ესვლის მშვიდობიან მოსახლეობას. მინდა მიმართო პირდაპირ იმ ხალხს, ვინც ახლა ესვლის მშვიდობიან მოსახლეობას, ახლა ესვლის საქართველოს პოლიციის შენაერთებს. თქვენ ისვით მრავალი რამდენიმე დღეა და განსაკუთრებით ბოლო რამდენიმე საათი. მე მინდა სრული პასუხისმგებლობით თქვა და ვაღიარო, რომ რამდენიმე საათის წინ გავეცი ბრძანება, ძალიან მტკივნეული გაბრძანება, როგორც უმაღლესმა თავარსარდალმა, რომ არც ერთმა ქართულმა შენაერთმა, არც ერთმა ჩვენი კონტროლის ქვეშ ყოფმა პოლიციურმა და სხვა შენაერთმა არ გახსნა საპასუხო ცეცხლი ძალიან ინტენსიური დაბომბვის შესაჩერებლად. მე ეს გავაკეთე სრულიად შეგრებულად, თუმცა მინდა თქვა, რომ სწორედ ამ საათებში, როცა არ გახსნა საპასუხო ცეცხლი, ჩვენ გვაქვს დაღუპულები, ჩვენ გვაქვს სვერპლი და მრავალი ადამიანია დაჭრილი, მრავალი მშვიდობიანი ადამიანის სახლია დაზიანებული ან დანგრეული. მაგრამ მე ეს გავაკეთე შეგრებულად. იმიტომ რომ ქონოდა შესაძლებლობა გამოსულიყავი და მე თქვა თქვენთვის. მე გთავაზობთ ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტას. მე გთავაზობთ დაუყოვნებლივ მოლაპარაკებას. მე ვადასტურებ მრავალი წლის, უკვე 2-3 წლის წინ ჩემი ერთ წამოყენებულ, უბრალოდ 3 წლის წინ ჩემი ერთ წამოყენებულ და წლების განმავლობაში გავცნობილ გეგმას პრაქტიკულად შეუზღუდავი ავტონომიის და თვითმმართველობის სამხრეთ ოსეთისთვის, ყველა ეთნიკური ოსის უფლებების განსაკუთრებულ დაცვას, საერთაშორისო გარანტიების ქვეშ ყოფ ავტონომიას, ევროკავშირის სტანდარტების შექმნილ ავტონომიურ ერთეულს და მე ასევე თავაზობდი და ვთავაზობ რუსეთის ფედერაციას იყოს სამხრეთოსური ავტონომიის გარანტი საქართველოს ტერიტორიაზე. მე ამას ვაკეთებ შეგნებულად იმისათვის, რომ რუსეთსაც, საქართველოსაც და ევროპის ქვეყნებსაც ჰქონდათ განცდა, რომ ისინი მონაწილეობენ სამშვიდობო პროცესში და ადგილობრივ მაცხოვრებლებს ჰქონდათ განცდა, რომ ისინი არიან დაცული მთელი საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ, იმ ხალხის მიერ, ვინც იმსახურებს მათ დობას. მე ასევე მინდა ვთქვა, მიუხედავად იმისა, რომ მრავალი ადამიანი დაღუპულია, მოკლულია, გაძარცვულია, მათი ქონება განადგურებულია, მე ვთავაზობ სეპარატისტებს და იმელემ ხალხს, ვინც ჩართულია კრიმინალურ საქმიანობაში, სრულ სისხლის სამართლებრივ ამნისტიას თუ ისინი შეწყვეტენ დაუყოვნებლივ ცეცხლს. მე მზადავარ მშვიდობისთვის წავიდე ამ ნაბიჯზეც და მე მზადავარ, რომ ყველა წარსული დანაშაული, რომელიც ჩადენილია ამ მრავალი წლის განმავლობაში, პატიებული იქნას ქართული სახელმწიფოს მიერ და რათა ჩვენ მოვიპოვოთ მშვიდობა და რათა წავიდეს სამშვიდობო პროცესი და მოლაპარაკება. მე გთავაზობთ მეგობრობის და პარტნიორობის ხელს ყველას, მიუხედავად იმისა, რა გაქვთ გაკეთებული წარსულში ქართული სახელმწიფოს ან ადგილობრივი მაცხოვრებლების წინააღმდეგ. რა გაქვთ ჩადენილი, რაც ისჯება ქართული და საერთაშორისო კანონმდებლობის მიერ. მე ვფიქრობ, რომ მშვიდობა არის უფრო მაღალი კატეგორია, ვიდრე ყველაფერი სხვა. და მშვიდობის გულისთვის ჩვენ მზად ვართ წავიდეთ ნებისმიერ კომპრომისზე, ნებისმიერ შეთანხმებაზე. მაგრამ მე კიდევ ერთხელ მინდა მოგმართოთ. ჩემო ძვირფასებო, ჩემო თანამემამულე. მე ძალიან მიყვარს ოსი ხალხი. როგორც პრეზიდენტს და როგორც ერთ რიგით ადამიანს. მე ძალიან დიდი თაყვანისმცემელი და პატივისმცემელი ვარ ოსური კულტურის, ოსური ისტორიის, ისინი თქვენ ყველა ეთნიკური ოსი საქართველოში არის საქართველოს ისტორიის განუყოფელი ნაწილი მრავალი საუკუნის განმავლობაში. ჩვენ ვამაყობთ თქვენით და ჩვენ ვამაყობთ ამ ჩვენი ერთობით. საქართველოს ძლიერია თავისი მრავალფეროვნებით. საქართველოს არ არის და არასდროს არ იქნება მონოეთნიკური ქვეყანა, ერთი ეთნოსის ქართველების ქვეყანა. საქართველოს გვეკუთვნის ყველა ჩვენ თანაბრად, მიუხედავად ჩვენი წარმომავლობისა. და მოდით ერთად დავუფრთხილდეთ ჩვენ ქვეყანას. მოდით ერთად ავაცილოთ მას თავიდან ძალადობა. მოდით ერთად ვიმუშაოთ უკეთესი მომავალისკენ. მოდით გადავუსვათ ხაზი ყოველგვარ უარყოფით წარსულში და ვიფიქროთ ჩვენ საერთო მომავალზე. მე მინდა მიმართო საერთაშორისო თანამეგობრობას. ნუ შეეცდება, რომ საქართველოს მთავრობა წარმოადგინოს როგორც რაიმე სახის ძალადობის მომხრე. ამდენი დღეა ჩვენ ყველა ჩვენ პარტნიორს მიმართავთ. დღეს მქონდა რამდენიმე მსოფლიო ლიდერთან საუბარი. დაგვეხმარეთ ძალადობის ესკალაციის შეჩერებაში, დაგვეხმარეთ პირდაპირ მოლაპარაკების წარმოებაში, დაგვეხმარეთ ავტონომიის გარანტიების მიცემაში, დაგვეხმარეთ პროცესის ინტერნაციონალიზაციაში, დაგვეხმარეთ მათ შორის ჩვენ ტრადიციულ პარტნიორებთან უფრო კარგი დიალოგის წარმოებაში. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ძალადობა ავიცილოთ თავიდან.
რუსეთის ფედერაციას. საქართველო არის ბუნებრივი მოკავშირე რუსეთის. ნებისმიერი საქართველოს პრეზიდენტი და მე პირველ რიგში, იმიტომ რომ მე ძალიან ზუსტი განცდა მაქვს რას ნიშნავს რუსეთი საქართველოს. ყოველთვის მოწოდებული იქნება რუსეთთან გქონდეს კარგი ურთიერთობა. იმ პირობებში, როცა რუსეთი პატივისცემს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, საქართველოს სუვერენიტეტს, საქართველოს საზღვრების უღრუბლობას. ბოლო წლების განმავლობაში სამხრეთ ოსეთი პრაქტიკულად პირდაპირ ადმინისტრირდება რუსეთის ფედერაციის მხრიდან. ცხინვალში ხედან ადამიანები, რომლებიც არიან ოფიციალური პირები რუსეთის მთავრობის, გამოგზავნილი მივლინები და ისინი თავის თავს უწოდებენ სამხრეთ ოსეთის მთავრობის მინისტრებს. მე დღეს ვითხოვე, რომ ეს მინისტრები, ეგრეთ წოდებული მინისტრები გაწეული იყვნენ უკან. მათ არაფერი არ აკავშირებთ სამხრეთ ოსეთთან და ისინი არ უწყობენ ხელს ისტორიული ქართულ-რუსული მეგობრობის გამტკიცებას. ისინი პირიქით ხელს უშლიან ჩვენი ტრადიციული სამოქალაქო ურთიერთობების აღდგენას. ჩვენ გვინდა ნამდვილი შუამავლები და მე თავაზობ კიდევ ერთხელ რომ რუსეთის ფედერაციის უმნიშვნელოვანეს როლს ამ კონფლიქტების გადაწყვეტაში და დარეგულირებაში. ჩვენ გვაქვს დიდი გეგმები, მაგრამ რომ დაუბრუნდეთ დღევანდელ სიტუაციას. დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ ცეცხლი. გთხოვთ, ჩვენ არ გვაქვს სურვილი რომ გიპასუხოთ. ამდენი წელი ვითქმედით და არ გიპასუხეთ, ხო? ამდენი წელი მაქსიმალურად თავშეკავებით ასუხობდით უამრავ პროვოკაციას, დანაშაულს და იმას, რასაც ძალიან ცოტა სხვა სახელმწიფო მოითმენდა. ძალიან გთხოვთ. ნუ ცდით საქართველოს სახელმწიფოს მოთმინებას, იმიტომ რომ ეს მოთმინება თქვენს გეყოთ, ეს არის თქვენი სახელმწიფო და ის მოწოდებულია დაიცვას თითოეული თქვენგან. მოდით შევწყვიტოთ, შევაჩეროთ ძალადობის სპირალი. მოდით ყველას ვისაც ეს ეხება ადგილზე. ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ დღეს ხვალზე შეწყდეს ეს ესკალაცია და დაუჭრეთ ისე მოლაპარაკების მაგიდას. ყველანაირი პირდაპირ მოლაპარაკების ფორმატი, მრავალმხრივი ფორმატი, ყველანაირი ფორმატით იმისათვის, რომ გადავლახოთ ეს სრულიად ჩიხური სიტუაცია. გამოვიდეთ ამ მიუღებელი ჩიხიდან, რომელიც ყველანი მოვიქცეთ. ჩემო ძვირფასებო, მე მაქვს იმედი თქვენი სიბრძნის, თქვენი დიდი ისტორიული გამოცდილების. გენეტიკურად ყველას გვაქვს ჩვენ ეს გამოცდილება. ეს არის კავკასია, სადაც ძალადობა ძალიან ცუდი შედეგის მომტანია ყოველთვის. მოდით ყველამ ერთად მივცეთ მშვიდობას და დიალოგს შანსი. მეთოდები, რომელსაც